მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ ეკოლოგიის შესახებ საუბარს. ეკოლოგიას გახლავთ მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრების ნირთს, მათ ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც სხვა ორგანიზმებთან, ასევე მათ საცხოვრებელ გარემოსთან. კონკრეტულად კი დღეს შევეხებით ეკოსისტემას, გავიხსენებთ თუ რას წარმოადგენს ეკოსისტემა, ასევე ეკოსისტემის ფორმირებაზე მოქმედ ფაქტორებს და გარდა ამისა ვისაუბრებთ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენულ ფაქტორებზე. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან, გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს ბიოსფერო. ბიოსფერო ეს გახლავთ დედამიწის ნაწილი, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზმებს არსებობისათვის. ბიოსფეროში მოიაზრება ყველა ის ფენა, ყველა ის მონაკვეთი დედამიწისა, სადაც გვხვდებიან ცოცხალი ორგანიზმები. ეს გახლავთ დედამიწის ზედაპირული შრეები, ანუ დედამიწის ქერქის ზედაპირული შრეები, ასევე წყლები, ზედაპირული წყლები დედამიწაზე და გარდა ამისა გარემომცველი ატმოსფერო. და რა თქმა უნდა ბიოსფერო შესაბამისად თავის თავში მოიცავს ყველა იმ შრეს, რომელიც უკვე ჩამოთვალეთ, ეს გახლავთ ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ლითოსფერო, რომელიც უკვე ქანებში გვხვდება და ეკოსფერო, რომელიც განსაზღვრავს სწორედ ცოცხალი ორგანიზმების გავრცელების არეალს, თუ რა მასშტაბებით არიან ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე გავრცელებულები. რაც შეეხება თავისთავად ეკოლოგიას და მისი შესწავლის საგანს, ეს გახლავთ მეცნიერების დარგი, რომელიც მრავალი სხვა მეცნიერების ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე შეიქმნა. თავისთავად პირველ რიგში იგი გულისხმობს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრების ნირის შესწავლას, ამ ორგანიზმების ურთიერთქმედებას, როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა ორგანიზმებთან და გარდა ამისა აღნიშნული ორგანიზმების ურთიერთქმედებას საცხოვრებელ პირობებთან, ანუ იმ გარემო პირობებთან, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება და გამრავლება. მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ ძირითად საკითხებს, რომელსაც ეკოლოგია შეისწავლის. პირველი, როგორც ახსენეთ, ეს გახლავთ ორგანიზმებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, გარდა ამისა ორგანიზმების ურთიერთქმედება თავიანთ საარსებო გარემოსთან, ეკოსისტემათა განვითარების კანონზომიერებები და მთლიანად ბიოსფეროს ევოლუციის პროცესი. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრ საკითხს და საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს ეკოლოგიის შესწავლის საგანი თავისთავად. დღეს მინდა გავიხსენოთ ასევე რამოდენიმე განმარტება თავისთავად ეკოსისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით სიცოცხლის ორგანიზაციის დონეების შესახებ, იქ განვიხილეთ, რომ არსებობს თანასაზოგადოებების დონე, ანუ ბიოცენოზის დონე და არსებობს ეკოსისტემის დონე, სიცოცხლის ორგანიზაციისა. მოდით გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს თანასაზოგადოება თავისთავად. ეს გახლავთ ყველა მცენარისა თუ ცხოველური ორგანიზმების სახეობების ერთობლიობა, რომელიც ერთ კონკრეტულ არეალს, ერთ კონკრეტულ ტერიტორიას იკავებს. სწორედ აი ამ კონკრეტულ გარემოში მობინადრე სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ერთობლიობას წარმოადგენს თანასაზოგადოება, რომელსაც ბიოცენოზს უწოდებენ. ხოლო რაც შეეხება ეკოსისტემას, ეკოსისტემის შემთხვევაში თანასაზოგადოებას ემატება გარემო პირობები, ანუ ის პირობები, რომლებშიც ამ კონკრეტულ ორგანიზმებს უწევთ ცხოვრება. შესაბამისად, ეკოსისტემა უფრო მრავლისმომცველია, თავის თავში მოიცავს ასევე მცირე ეკოსისტემებს და სწორედ ეკოლოგიის შესწავლის საგანს წარმოადგენს ამგვარი ეკოსისტემების არსებობისა და განვითარების შესწავლა. თავისთავად, რაც შეეხება ფაქტორებს, ეკოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ეკოსისტემაზე მოქმედებენ, ისინი პირობითად ორ ნაწილად იყოფიან. ეს გახლავთ აბიოტური ფაქტორები, ანუ არაცოცხალი ბუნების კომპონენტები, რომელშიც შედის ისეთი ფაქტორები, როგორც არის სინათლე, ტენიანობა, ტემპერატურა, ნიადაგი და ასე შემდეგ. ამას ჩვენ მოგვიანებით კიდევ განვიხილავთ. ხოლო რაც შეეხება ბიოტურ ფაქტორებს, ეს გახლავთ ცოცხალი ბუნების კომპონენტები, ანუ ცოცხალი ორგანიზმების ზეგავლენა ბუნებაზე და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება მცენარეები, ცხოველები და ასევე ადამიანები თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი ზეგავლენით.
მოდით დავახასიათოთ ფაქტორები თავიანთი თვისებების მიხედვით. ფაქტორის შესაძლებელია იყოს შემზღუდველი, ეს იმ შემთხვევაში თუ ამ შემთხვევაში იზღუდება ორგანიზმების არსებობა, გამრავლება და განვითარება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი ფაქტორი ეს ბიოტურია თუ აბიოტურია, ის შეიძლება იყოს შემზღუდველი. არის ოპტიმალური ფაქტორები, ანუ ოპტიმუმის საზღვრები ეგრეთ წოდებული, სადაც ყველაზე ხელსაყრელი პირობები იქმნება ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და გამრავლებისათვის, ხოლო რაც შეეხება ტოლერანტობას, ეს არის თავისთავად სახეობის ორგანიზმთა თვისება, ანუ გამრავლდეს და კონდეს გარკვეული გამძლეობის, ეგრეთ წოდებული გამძლეობის საზღვარი. ანუ ეს ის პირობებია გარკვეული ფაქტორის მიმართ, სადაც მას შეუძლია რომ იარსებოს. შემდეგ სქემაზე თვალნათლივ არის მოცემული შედარება ტოლერანტობასა და ანუ ტოლერანტობის საზღვრებსა და ოპტიმუმის საზღვრებს შორის. აი მაგალითად გარკვეული ტიპის თევზებისათვის, რომლებიც ანტარქტიდაში ცხოვრობენ, ტოლერანტობის საზღვრები მერყეობს -4-დან +4 გრადუს ცელსიუსამდე, ანუ ეს ის საზღვრებია, სადაც მას შეუძლია რომ იარსებოს, ხოლო ოპტიმუმის საზღვრები, ანუ ყველაზე ხელსაყრელი პირობები მისი გამრავლების და განვითარებისთვის მოთავსებულია -2-დან +2 გრადუსამდე. შესაბამისად, ორგანიზმთა სიჭარბეც და მათი, ასე ვთქვათ, გამრავლების მაღალი ინტენსივობა შეინიშნება ძირითადად, რა თქმა უნდა, ოპტიმუმის საზღვრებში. თუმცა ტოლერანტობის საზღვრები -4-დან +4 გრადუსამდე არის მოთავსებული. გადავიდეთ თითოეული ამ ფაქტორის განხილვაზე, როგორც ჩვენ თქვით, პირობიდან ეკოლოგიური ფაქტორები ორ ტიპად იყოფა, ეს გახლავთ აბიოტური და ბიოტური ფაქტორები. აბიოტურ ფაქტორებში ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ კლიმატი. ანუ ამა თუ იმ გარემო პირობისათვის დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული კლიმატი, ანუ ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც ქმნის კლიმატურ პირობებს. ხოლო ზოგადად აბიოტური ფაქტორები რამოდენიმეა, ეს შეიძლება გახლდეთ სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა და ნიადაგი. რაც შეეხება სინათლეს, ძირითადად სინათლე განსაზღვრავს სეზონურობას, დღე-ღამის მონაცვლეობას, დღის ხანგრძლივობას და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, იმ პირობებს, რომელშიც შესაძლებელია, რომ ცოცხალი ორგანიზმები არსებობდნენ. აქედან გამომდინარე, სინათლე განსაზღვრავს ფოტოპერიოდულობასაც მცენარეებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეების განვითარებისთვის. რაც შეეხება ტემპერატურაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან სწორედ ტემპერატურა განსაზღვრავს გარკვეული სახეობების გავრცელებას ამა თუ იმ არეალში. როგორც წესი, ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურული პირობები ეს გახლავთ +10-დან +35 გრადუსამდე, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, სადაც არის, თქვათ, -30, -40 გრადუსი ცელსიუსი, ან საწინააღმდეგოდ არის, თქვათ, +50 გრადუსი, რომელიც უდაბნოში მცხოვრებ ორგანიზმებს შეეხება და სწორედ ტემპერატურის ცვალებადობის შესაბამისად ცხოველებმა ეგრეთ წოდებული თერმორეგულაციის უნარი გამოიმუშავეს. რაც შეეხება ტენიანობას, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, წყლის შემცველობა გარკვეული რაოდენობით ამა თუ იმ გარემოში. წყალი ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. არიან ორგანიზმები, რომლებიც მხოლოდ წყლიან გარემოში ბინადრობენ, ხოლო არიან ორგანიზმები, რომლებიც მეტნაკლებად ეგუებიან წყლის ნაკლებობას და სხვადასხვა სახის შეგუებულობა გამოიმუშავეს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნიადაგს, აქ ხვდება მრავალი მიკროორგანიზმი, გარდა ამისა მცენარის ფესვები, ოკოსხიფები და შესაბამისად ნიადაგის შემადგენლობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა რაოდენობით ორგანიზმი იქნება მასში გავრცელებული. რაც შეეხება ბიოტურ ფაქტორებში, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად იგულისხმება ცოცხალი ბუნების კომპონენტები, ანუ ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე და ასევე იმ გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის გავლენა, უარყოფითი ზეგავლენა დღეისათვის, რაც არაერთხელ გახდა დისკუსიის საგანი, ვინაიდან ადამიანი თავისი სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო მოღვაწეობა
მდგომარეობით, გარდა ამისა, ნადირობით, ტყეების გაჩეხვით უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბუნებაზე და სწორედ არაერთი სახეობის გადაშენება უკავშირდება ადამიანის ამ დაგვარ მოქმედებას. ადამიანის როგორც ბიოტურ ფაქტორს დღესდღეობით განიხილავენ ანთროპოგენული ფაქტორის სახელწოდების ქვეშ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ეკოლოგიის ძირითად საკითხებზე, იმ ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე ბუნებაში. შემდეგ გაკვეთილზე კი ჩვენ გავაგრძელებთ ეკოლოგიის საკითხებზე საუბარს და ვისაუბრებთ ურთიერთდამოკიდებულებაზე ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ეს გახლავთ კვებითი სახის ურთიერთდამოკიდებულება, როგორიც არის მტაცებლობა, ნეიტრალიზმი, სიმბიოზი და ასე შემდეგ. დღეს კი დიდი მადლობა ყურადღებისათვის.